ამერიკული ორგანიზაციების გრანტები და საგარეო დაფინანსება მწვავე კრიტიკის საგანია. ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი USAID-ის საქმიანობით დაინტერესდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დეპარტამენტის ინსპექტორებს USAID-ის სათავო ოფისში შესვლა და საიდუმლო მასალებზე წვდომა სურდათ, თუმცა სააგენტომ მათ უარი განუცხადა, რის გამოც უსაფრთხოების ორი უმაღლესი თანამდებობის პირი იძულებით შვებულებაში გაუშვეს. პარალელურად ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. ილონ მასკმა ინფორმაცია X-Space-ის სტრიმინგის დროს გააჟღერა, სადაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას განიხილავდნენ. მანამდე შტატების პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომავალი განხილვის პროცესშია. დონალდ ტრამპის თქმით, USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ. USAID-ის ფინანსების მიზნობრიობით დაინტერესებისკენ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. დიპლომატი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ულტრამემარცხენე აქტივისტების გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. USAID-ს კრიმინალურ ორგანიზაციას უწოდებს შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ილონ მასკი აზიარებს მაიკ ბენსის პოსტს, სადაც ბენსი საუბრობს USAID-ისა და ორგანიზაციის როლის შესახებ. ბენსი აღნიშნულ პოსტს თან ურთავს მის მიერვე მომზადებულ ვიდეოს, სადაც თბილისში გამართული ძალადობრივი აქციის კადრებიც მოხდა. USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული NGO-ების რევოლუციურ დღისწესრიგზე ქართულ ოცნებაში დიდი ხანია საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სააგენტომ საქართველოს ამერიკას შორის მეგობრობის გამტკიცების ნაცვლად ურთიერთობები დააზიანა და ისეთი შეცდომები დაუშვა, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. პაპუაშვილს მაგალითად მოჰყავს USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ისვედი. გახსოვთ თქვენ, რომ წლებიანი საუბრობდი USAID-თან დაკავშირებით, NET-თან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს შეეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარალელურ დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებას ისვედის მხრიდან, რომელშიც ჩართული იყო USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რომელიც პირდაპირ გვატყუებდა, რომ მონაცემები იყო სწორი და შემდეგ გაირკვა ისვედის აღიარებითვე, რომ USAID-მაც იცოდა, რომ ეს იყო მცდარი ინფორმაციები და მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ასევე მაშინდელმა ელჩმაც იცოდა, რომ ყალბი რიცხვები იყო პარალელური დათვლის შედეგებისა და თავისი სტატუსის მიუხედავად, რომ ის მედიატორის როლს ასრულებდა, მალავდა ამ მონაცემებს. USAID-ის გარდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კრიტიკის ობიექტია ამერიკის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდიც. შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი თაღლითობით და კორუფციით არის დაკავებული. ნედიც საქართველოში სწორედ ისეთ ორგანიზაციებს აფინანსებს, როგორიც არის ისფედი, საერთაშორისო გამჭვირვალობა და ოპოზიციური მედია არხები. მას შემდეგ, რაც როგორც იქნა ნედის საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა, უნდა გავიხსენოთ ნედიდან როგორ და ვინ ცდილობდა საქართველოში სიტუაციის არევას. 2020-2021 წლებში ნედი პირდაპირ ერეოდა ქართულ პოლიტიკაში თითქოს და დამოუკიდებელი ტელეკომპანია პირველის დაფინანსებით, თითქოს და მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის გაზრდისთვის. თუმცა, ამ კომპანიას ფლობდნენ და მართავდნენ რადიკალური პოლიტიკური პარტია ლელო და ოლიგარქი ხაზარაძე და მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ნედის დაფინანსებით ტელეკომპანია პირველმა გაუშვა პანიკის დამთესავი, ახლა უკვე დადასტურებულად. ყალბი გამოძიებების სერია ორი ახალგაზრდის ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ. მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. ამ გარდაცვალებებს აკავშირებდა მთავრობის ქმედებებთან ან სავარაუდო გამოძიების ნაკლებობასთან. უფრო მეტიც, ნედმა უარი განაცხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნებაზე, რომლებმაც 2021 წლის შემდეგ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული მიიღეს ნედის მეშვეობით. ამერიკული დონორების მიზნების გამოაშკარავების შემდეგ ოფიციალური თბილისი უკვე ეჭქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას. სახელმწიფო პარტიაში განსაკუთრებით მიუთითებენ ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსების მიზნობრიობებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წელს ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილი მიმართვაც გაასაჯაროვა, სადაც გამჭვირვალობის კანონის მეორედ ინიცირებამდე შალვა პაპუაშვილი ითხოვდა ევროპის დემოკრატიის ფონდის ფინანსების გასაჯაროებას, რაზეც ელჩის უარი მიიღო. როდესაც ჩვენ 2023 წელს დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონი,
მაშინ მოყვა ამას დიდი წინააღმდეგობა და არ მივიღეთ. მაშინ ჩვენ მივიღეთ პირობა უცხო ქვეყნებისგან და დონორი ორგანიზაციებისგან, რომ ისინი იქნებოდნენ გამჭვირვალე ქართული ხალხისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის. მას 4 თვე დასჭირდა პასუხის გასაცემად და 4 თვის თავზე გამცა პასუხი, რომ იიდი გახლავთ ცალკე ინსტიტუცია და მიმართო მას პირდაპირ. ჩემი მოწოდება ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საქართველოში ხარჯავს ფულს, გადაამოწმონ, რაში მიხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული, თუ კი ამდენი არაეფექტიანი ხარჯვა, ამდენი მავნებლური ხარჯვა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციიდან ვისმენთ, გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქ ალბათობა იმის, რომ სხვა ქვეყნების ხარჯებშიც იქნება ასეთი მავნებლური პროექტები არის დიდი. USAID-სა და ამერიკული ორგანიზაციების გარშემო შექმნილი სკანდალის ფონზე სახელმწიფო პარტიაში გამჭვირვალობის კანონის მნიშვნელობაზე მიუთითებენ და იხსენებენ თუ რამხელა პროტესტი მოყვა კანონის მიღებას იმ NGO-ებისა და მედია საშუალებების მხრიდან, რომლებიც სწორედ სკანდალის ობიექტი სააგენტოებისგან ფინანსდებოდნენ. მართლ გუნდსა და ხალხის ძალაში ამბობენ, რომ ამერიკელი ხალხის ფულით საქართველოში არეულობები და რადიკალიზმი ფინანსდებოდა, რის მხილებაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო. დღეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები პირველი პირი პრეზიდენტი ტრამპიც ლაპარაკობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის ნედის მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ამ დონეზეც, როგორც დღეს ტრამპი, ილონ მასკი და სხვები საუბრობენ, ამ დონეზე სიფრთხილის რეალური შიდა არგუმენტი დღეს ამის ლაპარაკი უკვე შეიძლება, ჩვენ ბოროტებას ამერიკულ ფულს არ უწოდებდით მაშინ. დღეს თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და ტრამპის ადმინისტრაცია მომხრეები საუბრობენ და მისი თანაგუნდელები, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. თავის დროზე სწორედ ნედიც, USAID-იც, EID-იც და სხვა ფონდებიც იმიტომ იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვიღო გამჭვირვალობის კანონი, რომ არ აღმოჩენილიყო ის ხარვეზები, რომელიც ახლა თავად ამერიკამ აღმოაჩინა და რა თქმა უნდა ეს არის მისასალმებელი, რომ ამერიკა აპირებს გადახედოს ყველა ქვეყანაში საგარეო დაფინანსებას, რადგან ერთის მხრივ ისე წინააღმდეგება ამერიკის ახალ საგარეო პოლიტიკას და მეორეს მხრივ ეს ბადებს გარკვეულ კორუფციულ ეჭვს, რაზეც სარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოძიება დაიწყება. სწორედ USAID და მისი საცეცეები, რომლებიც იყვნენ საქართველოში, ისინი აფინანსებდნენ და დღემდე შემორჩენილი ფულით კიდევ დღესაც ვხედავთ, რომ რადიკალურ პროცესებს ახალისებენ. ამიტომაც USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა და ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, როგორც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, USAID უნდა დაიხუროს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდი ამ ეტაპზე მიუწვდომელია. სააგენტო როიტერის ცნობით საიტზე წვდომა მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ. USAID-ს ვებგვერდის გარდა ანგარიში სოციალურ ქსელ X-ს გაეთიშა.